გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენ გვაქვს მორიგე გაკვეთილი კინემატიკაში. ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ შიდა წვის ძრავის მუშაობის პრინციპს. უბრალოდ მის ვიზუალურად აღქმა რო გქონდეს უფრო. და აი გვაქვს ასეთი კვანძი. ამ კვანძში შედის ვაზნების ბლოკი, რომელშიც მოძრაობს დროში. გადაბმულია ეს ვაზნების ბლოკი საკისრების ბლოკთან. ეს არის საკისრების ბლოკი. გვაქვს მუხლა ლილვი, გვაქვს ბარბაცა. ბარბაცის და გუშის შეერთების დეტალი გვაქვს თითი. აი ეს ვითლად რომელიც არის შეხედული, ეს არის თითი. ჯამში გვაქვს ასეთი კვანძი. ეს მინიმალური დეტალები, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ავამუშაოთ ეს მექანიზმი. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ მსგავსი, შეიძლება რამოდენიმე ვაზნა გქონდეთ, რამოდენიმე გუში გქონდეთ. მუხლა ლილვი შეიძლება სხვა გაბარიტების, სხვა პარამეტრების იყოს. ერთადერთ რჩევას, რასაც მოგცემთ, ამ ყველაფრის დაპროექტებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ ბარბაცის სიგრძეს. ვინაიდან ჩვენ მუხლა ლილვზე გვაქვს ესეთი კოჭები, ამ კოჭების ცენტრებს შორის მანძილი არის 50 მმ. ეს ნიშნავს იმას, რომ 180 გრადუსზე როცა გადატრიალდება მუხლა ლილვი, ჩვენი გუში ჩამოვა 50 მმ-ზე ქვემოთ. და შეხებაში რომ არ იყვნენ მუხლა ლილვი და გუში ძირი, ამისთვის ჩვენ უნდა გქონდეს სწორი პარამეტრები თვითონ ბარბაცაში. მით უფრო გრძელი ბარბაცა იქნება, მით უფრო ნაკლები შანსია იმისა, რომ აქ შეხებაში მოვიდეს. შეგიძლიათ სპეციალურად გააკეთოთ მოკლე ბარბაცა და ნახოთ, როგორ ეხებათ გუში ამ ყველაფერს, რომ აი ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრის, რომ ვიზუალურად შეხედოთ ამ ყველაფერს. შეცდომების აღქმა უფრო მარტივად გაგიმარტივდებათ და კორექტირების შეტანაც შეძლეთ. შემდგომში. ნუ მოკლედ გვაქვს ასეთი ანაწყობი, გვაქვს ასეთი კვანძი და მოდით ავამუშაოთ. ნახოთ რა გამოგვივა. როგორც წინა ვიდეოში მე ვთქვი, გაკვეთილში იყო ნახსენები ასეთი რამ. კონსტრეინებით, ანუ თქვენ კი ააწყობთ ამ ყველაფერს და მიაბავთ ყველაფერს კონსტრეინებით. მაგრამ მე წინა გაკვეთილში თქვი, ამ კონსტრეინების გამეორება აბსოლუტურად ნებისმიერი კონსტრეინს, უშუალოდ იმ კონსტრეინებს, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება იმისთვის, რომ მექანიზმი ავამუშაოთ, ჩვენ უშუალოდ კინემატიკის მოდულშიც კი შეგვიძლია. ამისთვის მე სპეციალურად წავშალე ყველა კონსტრეინი, ანუ ეს ყველა დეტალი თავისუფლად არის, ნუ ჯერ მივაყრი ყველაფერი ავაწყე და შემდგომში წავშალე. აქ საერთოდ აღარაფერი ერთმანეთთან აღარ არის გადაბმული. მოდით გადავიდეთ ახლა კინემატიკის მოდულში. გადავდივართ. და რით ვიწყებთ. ანუ პროექტიდან გამომდინარე ჩვენ უკვე ვიცით ჩვენ კვანტში რა დეტალები იქნება მოძრავი და რომელი იქნება სტატიკური. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვაზნების ბლოკი და საკისრების ბლოკი. ეგენი ერთმანეთთან არის გადაბმული, არის ერთი დეტალი. ესე იგი ეს დეტალი გვაქვს ჩვენ სტატიკურად დამაგრებული, უნდა იყოს უბრალოდ აი ვიღებთ ფიქსედ ფაქტს, ვაძლევთ მექანიზმს და ვარქმევთ რამის სახელს. მოდით დავარქვათ შიდა წვის ძრავი. შიდა წვის ძრავი. ოკეი. და უნდა მოვნიშნოთ ის დეტალი, რომელსაც ჩვენ ვაბავთ სტატიკურად. ეს არის ჩვენი ვაზნების ბლოკი და საკისრების ბლოკი.
აი უკვე გვაქვს ერთი constraint-ი, რომელიც არის minimum. შემდეგ რა გვაინტერესებს? ჩვენ გვაინტერესებს რომ მუხლა ლილის ცენტრი ემთხვეოდეს საკისრების ბლოკის ცენტრს. ამისთვის როგორც წინა გაკვეთილში თქვი, ეს არის ჩვენი ძირითადი პანელი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ და constraint-ის მიბმა უშუალოდ ხდება იმასთან ერთად, როცა თქვენ უკვე პარამეტრებს ანიჭებთ, ანუ თუ დეტალს. ანუ ჩვენ გვაინტერესებს მუხლა ლილის ცენტრი და საკისრების ბუდის ცენტრი. პლუს ამასთან ერთად რომ ჩვენი მუხლა ლილი ტრიალდება 360 გრადუსი. ჩამოვშლით და აქ ვირჩევთ აი პირველივე. სახელი დაიწეროს level joint. ვირჩევთ ამას. და რას გთხოვს ახლა ეს? მოდული. გვაქვს აქ ჩამონათვალი სახელი შეიძლება და ვთქვათ პირველი მოთხოვნა აი აქ line ერთი პირველი ხაზი ანუ ცენტრის ხაზს გულისხმობს რომ მივიდოთ დეტალზე ავტომატურად ირჩევს ცენტრის ხაზს აქ ამას აირჩევს ვირჩევს ამას ვირჩევთ ამას ანუ პროექტი გვაქვს გათვალისწინებული რომ ეს ცენტრის ხაზი იყოს თანაღებრძული საკისრად ვირჩევთ ახლა გვეკითხება რასთან მეორე ხაზი ვაწყობთ აქ შეგიძლიათ არ დააწყობოთ ავტომატურად გადადის ჩვევაში მაქვს ვირჩევთ მეორე თანაღებრძულობა დაიჭირა მუხლა ლილვი საკისარი აგერაწერია ახლა რა სიტყვის ზედაპირების და რატო ითხოვს ხოლმე აგიცნობთ ზედაპირების პარალელური ზედაპირები არის ნაგულისხმები აქ პირველი ზედაპირი ეგ შეგიძლიათ ეს აირჩიოთ საკისრის არა მნიშვნელობა ვირჩევთ მუხლა ლილის ცილინდრის ზედაპირს ეგ ვირჩევთ მეორე ზედაპირს პარალელურ ზედაპირს შეგიძლიათ ეგ ზედაპირი აიღოთ ოღონდ ეგ ზედაპირი უნდა ეკუთვნოდეს იმ დეტალს რომელთანაც გვაქვს ჩვენ თანაღებრძულობა ავირჩევთ ახლა რას გვიჩვენებს აგერ გვაქვს მონიშნული null offset ეხლა უშუალოდ ჩვენ ვაკეთებთ constraints ამისას და ვანიჭებთ პლუს ამას მივანიჭებთ კუთხესაც. offset-ზე რო გადავხთავთ, ავტომატურად გვიჩვენებს რომ -10 მმ-ით არის დაშორებული. ანუ ამ ზედაპირიდან ამ ზედაპირამდე არის 10 მმ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეგ პარამეტრი და შეიძლება, ანუ ისევ და ისევ იმეორებთ. ასრულებს constraint-ის მოვალეობას ეს მოდული. რაც მაგალითად საწყობოში აკეთებთ, იგივე შეგიძლიათ აქ გააკეთოთ, აქ უბრალოდ აქ თქვენ უშუალოდ იყენებთ იმ მოდულებს, რომელიც თქვენ გჭირდება იმისთვის, რომ მექანიზმი ამუშავოთ და ზედმეტი როგორ თქვა, constraint-ები აქ თქვენ არ დაგჭირდება. რა გვინდა რომ კიდე გაითვალისწინოს, მაგალითად ეს ფანჯარა, ანუ რა გჭირდება კიდე ამ დეტალში. რომ ეს დეტალი ამის მიმართ უნდა ტრიალებდეს. ეს მოსანიშნავია. კუთხეზე ბრუნვა. ონიშნავთ. ანუ ავტომატურად ახლა ეს მოდული მისცემს ბრძანებას, რომ დაიჭიროს ეს ზედაპირი ამ ზედაპირიდან 10 მმ-ზე თანაღებრძულობა აქვს, პლუს ამას ბრძანება არის, რომ იტრიალოს 360 გრადუსი. ახლავე ჩვენ ამას ავამუშავებთ და ვნახავთ. ვაჭერთ OK-ს. ეგრევე გვაძლევს თანხმობას, რომ მექანიზმი უკვე შეიძლება იმუშაოს და რატო თulis რომ უკვე შეიძლება იმუშაოს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დაკონსტრეინებული ჯერჯერობით სულ 2 დეტალი. აგრო ყოფილიყო 3 დეტალი დაკონსტრეინებული და ასე შემდეგ, იგივე წარწერას დაგვიწერდა. ვაჭერთ OK-ს. ეხლა ჩვენ შეგვიძლია უკვე ვნახოთ. როგორ იმუშავებს ჩვენი მექანიზმი. ისევ და ისევ. Simulations ვაჭერთ. და რას ვხედავთ? -60, 360 და 360 გრადუსია. საუბარი. ჩვენ არ გვჭირდება ახლა ეგრე რო იყოს, რა გვინდა რომ აქეთი ტრიალი მარცხნივ ისრის მიმართულებით იტრიალოს და პირიქით არ გვჭირდება იტრიალოს ერთი მიმართულებით და შეგვიძლია გავთიშოთ ეს ყველაფერი ჩამოშლით ხეს ნახოთ joins ორჯერ დავაწყაპუნებთ
და აი აქ შევცვლით პარამეტრს. ერთ-ერთში გავწერთ 0-ს. ეხლა შეგვიძლია ვნახოთ. ვირჩევთ მექანიზმს. ვაჭერთ OK-ს. აი გვიჩვენა. და უკვე შეგვიძლია ჩვენ დავატრიალოთ. აი ახლა ტრიალებს ისრის მიმართულებით არ ტრიალებს, ხო? -360. ესე იგი ჩვენ მინუსით კი არ გვჭირდება, გვჭირდება პლუსით. ისევ შევდივართ join-ში. გავწერთ აქ 360, ამას კიდე 0. ისევ სიმულატორი ვირჩევთ OK-ს. გადავწერთ ერთხელ და ვაძლევთ inserts. გადავხდეთ აქ reverse-ზე. ან მუდმივ ტრიალზე ისრის მიმართულებით და ვისაც სიჩქარე. და ნახოთ. აი ჩვენი მუხლალი უკვე დაიწყო ტრიალი. ავაჩქართ. კიდე. აი ეს უშო ჩვენი მუხლალი. ახლა შემდეგი ნაბიჯი ჩვენ გვჭირდება რომ მუხლალთან ერთად ტრიალოს იმოზროს ბარბაც. ვირჩევთ იგივე ოპერაციას ჩამოვშლით, ვირჩევთ იგივე ოპერაციას. რაც მუხლალებზე გამოვიყენებ, იგივე პრინციპით კეთდება. ანუ თანაღელულობა რა გვაქვს ჩვენ მაგალითად ბარბაცის ჩვეულებრივად შეგვიძლია აი წრე ხომ აქვს, მივიტანოთ თვითონ ნიშნავს. მოვნიშნეთ და მოვნიშნეთ კოჭის ცენტრი. თვითონ მოვნიშნეთ. პირველი ხაზი, მეორე ხაზი. ანუ პირველივე ითხოვს ხაზს ცენტრებს შორის. ზედაპირები. მუხლალილი ზედაპირი და ბარბაცის ზედაპირი. არ აქვს მნიშვნელობა რომ მაინც და მაინც ეს ზედაპირი იყოს. შეგიძლიათ ეს ზედაპირი აიღოთ. ან შეგიძლიათ აქ პირველი მოვნიშნოთ ზედაპირის და სიმეტრიულად ერთი ზედაპირი მოვნიშნოთ მეორე. ისევ გადავხდეთ offset-ს, რომ დაიჭიროს ეს მანძილი 30 მმ და როგორც constraint მიაბას და მივცეთ კუთხე. ვაძლევთ OK-ს. ისევ შეუძლია მექანიზმი რომ იმუშაოს, მაგრამ ჩვენ მუშაობას ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ იქნება რაღაც სისულელია, ახლა ვიგაჩვენებთ რა მოუვა. ვიჩვენებთ სიმულატორს. ამუშავდა, მაგრამ შეხედეთ როგორ მუშაობს, როგორ მოძრაობს ბარბაცა. ვერტიკალურ მდგომარეობაშია და არ ითრევს, ხო? წესით უნდა მოძრაობის კუთხით. ანუ მისი კუთხე უნდა გადიოდეს აი ამ შემაერთებელი თითის ცენტრიდან. გავთიშოთ. შემდეგი ნაბიჯი არის ჩვენი რომ ბარბაცა რამენაირად მივუბათ გუშს. ამისთვის ჩვენ ვიჩვენებთ ასეთ მოდულს. რიგით joint-ი. ანუ ეს არის როგორ გითხრათ მიაბავს უშუალოდ ყველანაირი ბრუნვის გარეშე
ყველაფრის გარეშე აბსოლუტურად იქნება მიბმული, ანუ თან დაყოლილი როგორც იმოძრავებს განათად ბარბაცა, სხვა ნებისმიერი დეტალი ამასთან ერთად იმოძრავებს მიბმული დეტალი. ჩვენ შემთხვევაში ეს არის თითი, ანუ თითი სინამდვილეში იქნება მოძრაობის გარეშე, გუშის მიმართებით. ამიტომაც გუში და თითი უნდა იყოს მოძრაობის გარეშე. თუ იმოძრავს მარტო ბარბაცა და თითი გაბეს ვაჭერ თუქის. იგივე იქნება, ანუ ეხლა რომ ჩავხოთ სიმულაცია, ვნახოთ რომ როგორც ბოლო სიმულაციაში ვნახეთ, ვიყოლეთ იმოძრავებს ჩვეულებრივად ოღონდ უკვე ამასთან ერთად იმოძრავებს თითიც. ახლა ჩვენ გვჭირდება უშუალოდ თითზე მივაბად გუში. აი როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. ამისთვის ჩვენ ჩამოვშლით ეს ფუნქცია ჩვენ გამოვიყენეთ ფუნქცია, ანუ ესა რეგიონი ბოლოში უშუალოდ დეტალის მიღმაზე და ახლა ჩვენ გვჭირდება აი ეს ფუნქცია ცილინდრიკალ ჯოინტი. რატო? ახლა აგიხსნით. ჩავახოთ ერთი დეტალი. ფაქტობრივად როცა დაიწყებს მოძრაობას გუში სინქრონულად ბარბაცასთან ერთად აქ ექნება მაინც ტრიალი რაღაცა კუთხით. თიც არა, მაგრამ ბარბაცის შორის და გუშის შორის იქნება გარკვეული ტრიალის და ბრუნვის კუთხე. ამისთვის ესე იგი ჩვენ გვჭირდება რომ თითის მიმართ იტრიალოს ჩვენი გუში. აი გვაქვს ასეთი ცილინდრიკალ ჯოინტი. ვირჩევთ აქაც ითხოვს ცენტრის ხაზებს. თითის ცენტრის ხაზი და გუშის ნახევრის ცენტრის ხაზი. მოვირჩიეთ. და რას გთხოვს ახლა? გთხოვს კუთხეს. ანუ შოლოდ კუთხით იმოძრავებს იტრიალებს თავის 360 გრადუსს. ამ შემთხვევაში 360 არ გვჭირდება, რამდენსაც მოითხოვს თვითონ გამოთვლის. გვაქვს არჩევა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ორივე დავტოვოთ, რომ სიგრძეზეც იმუშავოს, მაგრამ სიგრძის ხაზოვნად ჩვენ არა გვაქვს აქ მოძრაობა, გვაქვს მარტო წრიული. ამიტომაც ვტოვებთ მარტო კუთხის მოძრაობას. და გვრჩება კიდევ ერთი კონსტრეინი, ეს უშუალოდ გუშის მოძრაობა ვაზნის მიმართ. ხაზოვნად უნდა იმოძრაოს ბრუნვის და ტრიალის გარეშე. ისევ ვირჩევთ ცილინდრიკალ ჯოინტს. თან დაიმახსოვრეთ რომელი ფუნქცია რაზეა პასუხისმგებელი. თქვენ მოდამ ვირჩევთ პროგრესამდელებს. ეს არის ჩვენი ვაზნის ცენტრი, მონიშნა და ეს არის ჩვენი გუშის ცენტრი. მონიშნა. ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ როგორ გვაინტერესებს ხაზოვნად მოძრაობა. წინა ოპერაციაში ჩვენ მოვნიშნეთ კუთხე. ამ ოპერაციაში უკვე მოვნიშნეთ სიგრძე. და ვაჭერთ OK-ს. პლუს ამას როგორც გითხარით, პარამეტრები არის გასათვალისწინებელი, არ დაგავიწყოთ. ავტომატურად ახლა გაწერს პარამეტრს -100 +100. ჩვენ არ გვაქვს ჩვენ შეიძლება 50 მმ. 50 მმ-ზე იმოძრაოს თოში. ვაჭერთ OK-ს. და რას გვიწევს აქ? ძალიან ხშირად სანამ ყველა კონსტრეინი არ იქნება გაწერილი, ხომ? ანუ ავტომატიკა არის სპეციალურად გათვლილი ისე, რომ გაგიადვილოს თვითონ დაპროექტებელს რა. ანუ დენობა კონსტრეინების, ხომ? და მიბნების და ან ოპერაციების, რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ამისთვის ყველა ვარიანტში ჯერ უნდა დასრულდეს სრული ციკლი ამ კონსტრეინების მიბნების და შემდგომში თვითონ
კომპიუტერი გამოგითვლით და პროგრამა გამოგითვლით, რომ თქვენ მაგალითად შეგიძლიათ ეს კონსტრეინები წაშალოთ, ვინაიდან ბოლო კონსტრეინი ამ ყველაფერს ერთად ითვალისწინებს. მაგრამ თქვენ ვერ გაიგებთ იქამდე, რომელი კონსტრეინი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სანამ ყველა კონსტრეინს ვერ გაძლევთ. ანუ ყველა ვარიანტში შეიძლება მიხდეთ ბოლოში უკვე თქვენ შეიძლება მიიღოთ. აი ესეთი პროგრამა. ფანჯარა უხსოვს. ეხლა ეგ იწეს, ეფექტური არ არისო, რატო არ არის ეფექტური, რაც ჩვენ გვაინტერესებს. აი რატომაც არა ეფექტური. ძალიან ბევრი კომანდა არისო. ანუ იმისთვის რომ ჩვენ გავამუშაოთ მაგდენი კომანდა, რომელიც აი აქ არის გაწერილი, ჩვენ არ გვჭირდება. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ რამოდენიმე პროგრამა, დავტოვოთ ერთი და ამით ჩვენ მოუხსნით დატვირთვას თვითონ პროგრამისთვის. მოდით წავშალოთ ჯერ მაგალითად მესამე კომანდა და ნახოთ რა სიზავს. ისე უფრო ძალიან ბევრი კომანდა არის. კი ბატონო, წავშალოთ მეორეც. აქ უკვე გვიწევს რომ თქვენი მექანიზმი მზად არის სიმულაციისთვის. ხედავთ? ანუ თქვენ მაგ სამ პროგრამას ვერ გაიგებთ რომელია წასაშლელი და რამდენია წასაშლელი, სანამ ბოლომდე არ დაიღვამთ ყველა კონსტრეინტს, ყველა მიბმას, რომელიც თქვენ გჭირდებათ უშუალოდ, ხო? თქვენ ვერ გაიგებთ რამდენია. შეიძლება გაარტყათ კიდევაც, პრობლემა არ არის ამისი, მაგრამ ამის გარტყმაში ჯობია მილიონი ლადარიაში გაარტყათ რაღაცა და უშუალოდ აი ეს საკითხი არსებობს ესეთი. იგი ძალიან რთულია, მომენტ შეიძლება როცა გაქვს 700 დეტალი მაგალითად და უნდა ამუშაო ესენი დაჯექი და შალე ხო ეს კომანდები ეგრეა და ასეთი პრობლემები აქვს. ნახოთ, შეგვიძლია უკვე ავამუშაოთ ჩვენი ცენები და ნახოთ რომ ამუშავებს. ვირჩევთ ჩვენ მექანიზმს. აქედან ვაჭერთ OK-ს. და აი ამოგვიგდო ისო ფანჯარა პლეიერის. გადავწევთ და აი როგორც ხედავთ ჩვეულებრივად მუშაობს. ვაძლევთ inserts. მივცეთ წრიულზე მუშაობს. და მოდით ეგრევე სიჩქარე დავუყენოთ საშუალო იყოს. და ნახოთ ჩავთოთ. შევხედოთ. აი ესე მუშაობს ჩვენი მექანიზმი. მოდით ცოტა ავაჭროთ. ეცადეთ უშუალოდ ამ გუშის პრინციპზე და იმ ფუნქციების პრინციპზე, რომელიც მე თქვენ გაჩვენეთ, რომ აი ამ ჩამონათვალში რაც არის. უბრალოდ მივხვდეთ და გაიაზროთ, რომელი ფუნქცია რაში გამოიყენება და რაში შეგიძლიათ კიდე გამოიყენოთ. ანუ აქ უამრავი გადაწყვეტილების საშუალება გაქვთ. როგორც ხვდებით ალბათ, ხო, რომ მაინც და მაინც ასეთი მექანიზმი არ უნდა იყოს, რომ მე მაგალითად გამოვიყენო revolve joint-ი და აი screw joint არ აქვს ამას მნიშვნელობა არანაირი, ანუ ეს უშუალოდ გამომდინარეობს იქიდან რა მექანიზმი გაქვს. და გადაჭრის გზები ძალიან ბევრია, ძალიან ბევრია. პლუს ამას პროგრამას გეხმარებათ, რომ აი შეიძლება ზედმეტი დაინახოს რაღაცა და გითხრას რომ ეს წაშალი ისედაც იმუშავებს და წაშლით. მოკლედ ამით დღევანდელი გაკვეთილი დამთავრებულია. მოკლედ ამით დღევანდელი გაკვეთილი დასრულებულია. შემდგომში მოდით გავაგრძელოთ ისევ ძრავის პრინციპზე. ოღონდ დავუმატებთ კიდე რაღაც კვანძებს, რომელიც უნდა იმუშაოს სინქრონულად. მაგალითად, საქველების ბლოკს დავუმატებთ. ერთი სიტყვით.
როგორ მუშაობს სარქველები, მაგალითად, შეშვება გამოშვებაზე. დავუყენებთ იგივე ამ მოდელს დავუყენებთ და შევხედავთ როგორ მუშაობს. მანდაც უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა ფუნქციები აქედან. კარგით გავთიშოთ ეს. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.